Not about if I agree, it's about what the president. თავარი ის არაა ვეთანხმები თუ არა იმას, რომ რუსეთის კიევზე თავდასხმა მშვიდობის დამყარებას ხელს უშლის, არამედ ის, თუ რას ფიქრობს პრეზიდენტი. ვიცი ის რას ფიქრობს, რადგან მასთან ამაზე ვისაუბრე. ის მომხდარით უკმაყოფილო იყო, მაგრამ არ გაკვირვებია. ეს ორი ქვეყანა დიდი ხანია ომშია. რუსეთმა კიევზე იერიშები მიიტანა. ანალოგიურად უკრაინამ ცოტა ხნის წინ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა. ფაქტობრივად აგვისტოში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრის 20% გაანადგურეს. ამრიგად პრეზიდენტი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს. სამწუხაროდ ეს მკვლელობები გაგრძელდება მანამ სანამ ომი არ დასრულდება. სწორედ ამას ცდილობს პრეზიდენტი ტრამპი. სწორედ ამიტომ იშრომა მან ყველაზე მეტად ამ ომის დასასრულებლად. ეს ომი არასდროს დაიწყებოდა ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო. თუმცა შესაძლოა ამ ომის დასასრულებლად თავად რუსეთი და უკრაინა არ იყვნენ მზად. პრეზიდენტ ტრამპს სურს ომის დასრულება, მაგრამ ეს ამ ორი ქვეყნის ლიდერებსაც უნდა სჭირდებოდეთ და სურდეთ. ფიქრობ ამასთან დაკავშირებით დამატებით განცხადებებს პრეზიდენტი მოგვიანებით გააკეთებს. We'll make some additional statements on this later. Це удар абсолютно чітко демонструє. კიევზე მიტანილი იერიშები ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები არ შეცვლილა. მათ ბრძოლა სურთ და ურტყამენ არა მხოლოდ ჩვენს ქალაქებს, არამედ რუსეთს დარტყმა მიაქვს მსოფლიოში ყველა მათგანზე, ვისაც მშვიდობა სურს. ეს არაა იერიში უკრაინაზე, ესაა იერიში ევროპაზე, ასევე ესაა რუსეთის იერიში პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე. ვაშინგტონში გავიგეთ, რომ პუტინი მზადაა ომის დასასრულებლად, ლიდერების დონეზე შეხვედრისთვისა და ძირითადი საკითხების გადასაჭრელად, თუმცა მშვიდობისკენ რეალურ ნაბიჯების გადადგმას ბალისტიკური რაკეტები ურჩევნია. ის ბავშვებს ხოცავს, რათა არ ისაუბროს მშვიდობაზე. ლიდერів та We cannot be naive. ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთის მიმართ გულუბრყვილოვები ვიყოთ. არ შეგვიძლია გულუბრყვილოვები ვიყოთ ვლადიმერ პუტინის მიმართ. უშინდელი ღამე ამის დასტურია. ახლა კი უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობთ. პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს, რომ ზელენსკი და პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. თუმცა ვფიქრობ, უშინდელი ღამე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რასაც საჭიროდ მიიჩნევს იმისთვის, რათა ომი მათ სასარგებლოდ მოაბრუნონ. ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ომი ტრამპის ხელმძღვანელობით დასრულდეს. Under Trump's leadership. Ukraine, the Secretary General and the President. გაეროს გენერალურ მდივანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. გენერალურმა მდივანმა და პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დასრულების მცდელობის მიზნით ბოლო დროს გადადგმული დიპლომატიური ნაბიჯები განიხილეს. ანტონიუ გუტიერეშმა ხაზი გაუსვა დიპლომატიური იმპულსის შენარჩუნების მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ცეცხლის სრული დაუყოვნებლივი და უპირობო შეწყვეტის მიმართ გაეროს პრინციპული მხარდაჭერა. როგორც პირველი ნაბიჯი უკრაინისთვის სამართლიანი ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობისკენ.